დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ვართ ერთად. დავიწყოთ. ყველაფრის თავი და თავის სიკეთის გამარჯვებაა. ამიტომ ყოველი შეხვედრის დროს და ყოველი გადაცემას ასე ვიწყებს სიკეთით გამარჯვებულ საქართველოში გვეცხოვროს. სიკეთით გამარჯვებული საქართველო უკვე ბედნიერების გზით მავალი ქვეყანაა. სათაური, რომელიც დღეს მაქვს, აზროვნების სიძნელე, თავისთავად ეს გამონათქვამი ძალიან რთულია აზროვნების სიძნელე, იმიტომ რომ რაღაც დაბნეულობა სერიოზული საზოგადოებაში და ყველა გენიოსობს, ყველა პირველობს, ყველას ლიდერობს, ყველას რაღაც ყველა სხვას ებრძვის, ყველა სხვის წინააღმდეგ იბრძვის და გონია რომ სხვის წინააღმდეგ ბრძოლა მთავარი და ნუ აი სწორედ აზროვნების სიძნელე სადაც არის, იქ ძალიან ბევრი პრობლემა ხელოვნურად წარმოიშვება. თორე ბუნებრივად, როდესაც პრობლემა არსებობს, მისი მოხსნა ადვილია, მაგრამ როდესაც ხელოვნურად წარმოიშვება პრობლემა და ეს წარმოიშვება სწორედ იმის გამო, რომ ყველას პირველობა უნდა, ყველა ერთი თაობა მეორე თაობას ლაძღავს, ახალგაზრდებს გონია რომ ძველების დრო არ არის, ძველებს გონია რომ კვაძელების ერთ ნაწილი ამბობს რომ ახალგაზრდებს დაუთმოთ გზა, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს რომ მათ გამოცდილება არ აქვს. ესე იგი, ყველამ დაივიწყა ერთი რამ, რომ ხელისუფლება ასაკი არ არის, ხელისუფლება აზროვნებაა და როდესაც ჩვენ თავარ ფორმულებს დავიჭერთ სწორად, ის რაც კაცობრიობას შეუქმნია, ის რაც მეცნიერებისგან მოდის, გაცილებით უკეთესად წავარწინ. არავინ არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მასა აქვს ყვალინდელი საქართველოს გასაღები. მე ვარ ბედნიერი იმით, რომ ამ პოლიტიკოსებთან ურთიერთობამ ძალიან დამამძიმა და ამიტომ ვიფიქრე რომ ქვეყნის მომავლის პროგრამა იყო გასაკეთებელი და ქვეყნის მომავლის პროგრამას კი მეცნიერები უფრო შეძლებდნენ. მე ყოველთვის ვიხსენებ და დღესაც მინდა ვთქვა ჩერჩილმა ძალიან გენიალურად თქვა რომ დიდი განსხვავებაა მეცნიერსა და პოლიტიკოს შორის, რომ მეცნიერი ფიქრობს მომავალზე და პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე. არჩევნებზე ფიქრი ქვეყანას უკან წერს და სწორედ ეს არის ის, რაც აზროვნების სიზნელესთან არის დაკავშირებული. აი აქ როდესაც მეორე ნაწილი რაც ჩვენი გადაცემის დღეს თავარია რომ აზროვნების სიზნელი ანუ დღევანდელობა კლავს მომავალს. რატომ კლავს მომავალს? რითაა სავსე დღე საქართველო? საქართველო დღეს არის ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლით დაკავებული, საქართველო არის დაპირისპირებაში გადავარდნილი, საქართველოში გაცივდა ადამიანებს შორის ურთიერთობა, როგორც ამან თქვი, ყველას პირველობა უნდა, ყველას ლიდერობა უნდა, ყველას პრეზიდენტობა უნდა და 1000 ორგანიზაციას ქნია და სახელი პრეზიდენტი ქვია ყველგან რომ პრეზიდენტი ქვიოდეს და ეს რომელიმე თქვათ რაღაც უბნის პრეზიდენტი იქნება თუ ქუჩის პრეზიდენტი იქნება თუ ქარხანის პრეზიდენტი იქნება თუ დაზგის პრეზიდენტი იქნება ნუ პრეზიდენტი ერქვა რაღაც ამდაგვარი რამე ეს არის აზროვნების სიზნელე სწორად რომ აი რაღაც საკუთარ თავში იმას კი არ ეძებ რომ რაც გაგაძლიერებს, არამედ რაც დაგცლის, რაც დაგაპირისპირებს, რაც საზოგადოებასთან სოციალიზაციის შიგნით საზოგადოებაში შეცვლის საშუალებას ვერ გაძლევს, ეს უფრო პირველობს და წინ წამოიწია ადამიანში, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. ქუჩაში ყველგან სადაც არ უნდა დაილაპარაკო, მიხვდები იმას, რომ ყველაზე ლაპარაკობს, აი ორი შეიკრიბება, მესამეზე იწყებენ საუბარს. ჭორავით გაიფსო ქვეყანა, ადგილები, ყველგან რაღაც არნახული ჭორაობა. მე მაგალითად ყოველთვის ვცდილობ, რომ სადაც ვარ, ვამბობ, რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, ვინც ჩვენთან ერთად არ არის. როცა ორი ვართ, ან სამი და ან 4 და სხვაზე ვიწყებ საუბარს, რომელიც არ არის, უკვე ჭორაობის მონაწილენი ვართ. ესეც აზროვნების სიზნელია, რომელსაც დიდ სიმწულებთან მიგვიყვანა. მე ამ პრობლემას შემთხვევით არ ვეხები. აი ამ დღეებში ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ ძალიან რთული შემექნაო თქვენ ხშირად ქურდებზე ლაპარაკობთ და
ну, გრძელი საუბარი იყო, ახლა მოკლედ ვიტყვი მთავარს, მეუბნება ასეთ რამეს, რომ მე დიდი პრობლემები შემოქმნაო, თქვათ, ბიზნესის კუთხით. და ქურდებს ვეძებდი და ქურდებთან მივედი საქმის გასარჩევად. რას ამბობთ მეუბნები, რატო? ასე იგი 3-4 წელია სასამართლოში დევს, აბსოლუტურად არაფერი და ეს უსამართლო სასამართლო არის. ჩვენ ვერც კი ვძნობთ იმას, რომ როცა ლაპარაკობენ ასე იგი რომ სასამართლო არ არის თავის სიმაღლეზე, ეს რა სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს სხვას. იგი როცა ადამიანს იმის აზრი გაუჩნდა ქვეყანაში, რომ ქურდებთან უფრო ადვილად და სწორად შეიძლება საქმის გარჩევა, ვიდრე სასამართლოში დაქცეულია ყველა. განადგურებულია ყველაფერი. რა შვებით ხო? ეს ერთი და ორი კი არ არის. დღეს ყველა მეუბნება იმ პიროვნება ვიცით რა მითხრა რომ თქვენ როგორ გონიათ რომ აბა რა ამ სასამართლოში მისვას აზრი აქვსო? აი უსამართლო სასამართლო მარტო იმიტომ კი არ არის ცუდი რომ ვთქვათ ერთი ადამიანი არასწორად იჩაგრება და რაღაც არამედ საზოგადოებაში აზრი იქნება რომ იქ მისვლას ჯობს რომ ვიღაცას ამოძებნო და მასთან გაარჩევს. კატასტროფულია სიტუაცია. დღეს ტელევიზიები გადმოცემენ დიდი სამბით რომ ნეოფაშისტური ორგანიზაციები შეიქმნა. ძალადობა რომელიც ქუჩაში იყო იმან შექმნა ძალადობა წარმოშობს ძალადობას. აი რომიტომ როცა ვამბობთ რომ დღევანდელობა კლავს მომავალს, რატომ კლავს დღევანდელობა მომავალს? უსამართლო სასამართლომ ქურდების ინსტიტუტი გააძლიერა. დაპირისპირებამ რომელიც ქვეყანაშია 1000 ნეოფაშისტური და ესეთი ორგანიზაციები შექმნა. შენ ებძვი ესე იგი იმას ხელისუფალი რო ხარ, მეც რაღაცას ვქნი და შენ გებძვი ან სხვას ვებძვი და რაღაცა ამის იმით. ესე იგი ის რაც დაკავშირებული ადამიანის ჰუმანურ ბუნებასთან, ადამიანში კლავენ უკვე იმას, რაც ჰუმანიზმთანაა დაკავშირებული. და ძალადობა, დაპირისპირება, ესე იგი კაცთა ყლა და ყველაფერი წარმოიშვებ, ყველაფერს უკვე ზაგასაკანი მიეცა, იმიტომ რომ ირგვლივ უსამართლობაა. ირგვლივ როცა უსამართლობაა, ყველა ცდილობს თავის სამართალი დაადასტუროს. რატო უკლავთ ამ მომავალს? რას ვებძვით მომავლის საქართველოს? რატო ვებძვით ამ მომავალს? რატომ ხდება ეს? ესე იგი, აი პოლიტიკოსებმა ჩვენ იქამდე მივიყვანენ საქმე, რომ პარტიებს და პოლიტიკოსებს ხო არა აქვს ავტორიტეტი, მაგრამ ეგ არ არის კიდე მთავარი. 1000 რაღაც არასწორ მიმართულებას მივეცით, არასწორი რგოლის შექმნას მივეცით გზას ქვეყანაში. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა დღეს დაახლოებით 9 საათის პარლებში ჩვენი მოსავლეთა სასახლის წინ მოვდივარ, ქალბატონი ზის ზუსტად წინ ემას და ტირის ტროტუარზე. საჯდომზე და კარის ამის საშუალება არის ზის და ტირის. და მივეც ხელი ქონდა გამოსვლილი და რაღაც ჩაუვდი. მიცნო და ბატონთან უნდა მე შევწუხდი რომ მიცნო რაღაცა, პატარა რაღაც თანხარო ჩაუნდე ხელში და მიცნო და ესე იგი წამოდგა ფეხზე, ხელზე ხელით მომკიდა, აღმოჩნდა მასწავლებელი, დამსახურებული ქალი. სიკვდილიეს, მთელი ხელისუფლების სიკვდილიეს. ყველა სიკვდილი, ჩემი სიკვდილიეს. ყველა მოაზროვნე ადამიანის სიკვდილიეს. მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ამდენი ხანი იყო და ჩვენ ლაპარაკობთ რომ ყველაფერი კარგად არის, ეს ერთი და ორი შემთხვევა რომ იყოს, ერთი და ორი რომ იყოს, კიდე თქვათ ვინმე იტყვის რომ თქვათ გაუჭირდა ერთ ოჯახს, ორ ოჯახს, ეს არის მასიური უკვე. დღეს ერთ ახალგაზრდა კაცს შევხვდი, რომელსაც აი ძალიან მოაზროვნე პიროვნება და მეუბნება იმას, რომ პრაქტიკულად ჩემ თაობაში უდიდესი გაჭირებაა და ყველა ლაპარაკობს იმას, რომ წავიდეს გარეთ. კატასტროფა. ამის წინ ახალგაზრდობის ჯგუფს შევხვდი, საერთოდ ძალიან ფილოსოფიურად მოაზროვნე პიროვნება იანელ კოჯლამაზაშვილი პოეტია, ფილოსოფიური პოეზიის ერთ-ერთი წარმომადგენელია და ესე იგი მის სახლში ესეთი ფილოსოფიური საუბრების ვთქვათ არაერთი ფილოსოფიური საუბრის მონაწილე ყოფილი ვარ და მიხარია მეც ვსწავლობ თუ რამე შემიძლია ვთქვათ მეც ჩემ მოსაზრებას გამოვთქვამ და ძალიან ღია თავისუფალი მართალი საუბრის განწყობაა შექმნილი და ახლა ძალიან საინტერესო ხალხი ესწრებოდა იქ და
ესე იგი ვეუბნები რამდენიმე პიროვნებას ვეუბნები რომ თქვენ მოგწონთ თქვათ საზოგადოებების ხელმძღვანელები არიან სხვადასხვა არასამთავრობო მიმართულებით თუმცა ქართული და არავისგან არ ფინანსდებიან უიმედობა არაფერი არ გამოვა ამბობენ ამას და ვეუბნები რომ კი მაგრამ იყო მომენტი როდესაც წერალთა კავშირი აზანზარებდა მთელ ქვეყანას რომ და დღეს მოსაზრებას არ გამოთქვამთ არაფერთან დაკავშირებით ან არ გინდათ რომ თქვათ რაღაცაზე რაც ქვეყანაში ხდება წერალი ვინ არის და ინტელიგენტი ვინ არის ვინც საზოგადოებაშია და საზოგადოებას და ხალხს იცავს ხელისუფლებისგან ჩვენთან შებრუნდა ყველაფერი ხომ და ვიღაცას გონია რომ ხელისუფლება უნდა დაიცვან ხალხისგან და მართალი ამ ქვეყნის მართალი და ამ ქვეყნისთვის მომართული არის ის ვინც ხალხთანაა ხალხშია და ხალხს იცავს და ხალხს არ სულაჭირდებოდეს დაცვა ნორმალური ხელისუფლების პირობებში მაგრამ ხალხი არის გაოგნებული რომ აი ამ ქალბატონმაც მითხრა დღეს პენსიონერმა მეო ეს მაქვს პენსია და იცით რამდენია ახლა რასაც ლაპარაკობენ 300 ლარის ფარგლებშია ხო ყველაფერი ესენი და აი აქოზეანო გაიშვირე ხელი პარლამენტისგან 15-20,000 ლარს იღებენ ხელფასო და ესე იგი არ ვიცი რა სიტყვებიც მან თქვა მე არ მინდა უბრალოდ არ მინდა დავამძიმო საზოგადოება მაგრამ ჩვენ მომავალზე ხო უნდა ვიფიქროთ მომავალს ხო უნდა ვუყუროთ ამას მომავალი ვინმეს გონია რომ ესე იგი ან მარტო 4-5 რამ არის უნიშნულოვანესი იმისთვის რომ რაღაც შეძლო ამ ქვეყანაში ინტელექტი ენერგია გამბედაობა გამოცდილება წესიერება მარტო წესიერება არაფერს შველის მე დღეში 4-5 გაკვეთილს ვიღებ მასკის გაკვეთილების მოყოლებული ეკონომიკაში ფილოსოფიაში სხვაგან რატომ იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩამორჩე რაღაცას და არ მინდა ვინმე მოვატყუო იმიტომ რომ თუ მე რაღაცას ვფიქრობ რომ და ვარ და რაღაც პასუხისმგებლობა მეკისრება და არაერთხელ და ორჯერ ვახსენებ თქვა ჟივლის შარტავას მამუკასტანიკაშვილის ესენი წიგნებში და წიგნებით ცხოვრობდნენ ესენი მუდმივად პროგრესზე ორიენტირებული ადამიანები იყვნენ ასაკი არაფერს ვაში არ არის აქ აქ ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან შენ თვითონ როგორ ხედავ თქვა აი ქვეყნის განვითარებას დღეს ხედავ მე ახალგაზრდების კამათს უყურებ და გული მწყდება იმაზე რომ ვიღაც გამოცდილი არ არის ირგვლივ ალბათ ვინმე რომ უთხრასო განათლების სისტემის რეფორმაზე ლაპარაკობენ და მე იმ დღეს ვეუბნებოდი ახალგაზრდების ძალიან ამ ბოლო პერიოდში 20-მდე სხვადასხვა ჯგუფში ერთი ახალგაზრდების და აბსოლუტურად ყველა ახლა ჯგუფი არ ნიშნავს 1000 და 2000 კაცი ძროლა ჯგუფები 4, 5, 6, 10 ზოგჯერ მე ზოგჯერ ნაკლებს ეს მთავარი ეგ არ არის ეგ არის საუბარი ადამიანური საუბარი და ვეუბნებოდი იმაზე რომ საუბრობთ განათლების რეფორმაზე განათლების რეფორმას ორი უდიდესი შეცდომა მეთქი პირველი განათლების რეფორმა იწერება იმის შემდგომ კეთება იმის შემდგომ და პროექტი კეთება იწერება იმის შემდგომ რაც არსებობს ქვეყნის განვითარების კონცეფცია ხო არ ვიცით როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ სოფლის მეურნეობის ტურიზმის ბალნეო ტურიზმის სპორტული ტურიზმის ღვინის ტურიზმის რომელი რა ქვეყანა გვინდა ჩვენ ხო არ ვიცით რომ ქვეყანამ ინოვაციური ტექნოლოგიების თუ როგორი ქვეყანა გვინდა ადამიანებს აქვს პრეტენზია და ვიღაცას განანძღავენ და იტყვიან იმას რომ და ამავე დროს შეხვალ მის გვერდზე და ნახავ რომ სადღაც 5 საუკუნის წინ ცხოვრობს არა და 100 საკით გონია რომ ეს არის და ვიღაცას სხვას დაიწუნებს ხალხო ადამიანებო აი როდესაც თქვა ჩვენ დღეს რეალურად ყველანი ლაპარაკობთ განათლების რეფორმაზე ყველას ვეუბნები რა განათლების რეფორმაზე ლაპარაკობთ ქვეყნის განვითარების კონცეფცია არ არსებობს ჩვენ ეს წიგნი რო დავდეთ ხშირად ვამბობ ამ იმას ეს წიგნი რომელსაც აწერია საქართველოს ინტეგრალური რესურსები ვინმე მიცის რა რესურსებს ფლობს ქვეყანა ვინმე მიცის რომ აი რა არის თავარი ამ რესურსებიდან ამდენი აი აქ რო წერია ეს კიდევ ცოტა აი ეს რესურსი აქვს ქვეყანას ვინმე მიცის რომ რომელ ეტაპზე რა უნდა განვავითაროთ როგორ უნდა წავიდეთ ვინმე მიცის ეს ჩვენ ახლა გელათისთვის ვემზადებით და
ძალიან ორი მთავარი დოკუმენტი იქნება ალბათ თუ ხვალ ჩვენ დიდი შეკრება გვაქვს კიდე 5 საათისთვის ვაპირებთ ამ იმას და მე კიდე გაგრძელდება ეს შეხვედრები ახლა ლოკალური ის მაგრამ თქვა 15-20 კაციანი შეხვედრა რომელიც ორგანიზებას უკეთებს ამ გელაციმას და ვამბობთ რომ ორი დოკუმენტი იქნება ერთი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა თუ ვინმეს რაიმე შენიშვნა გვაქვს კიდე ერთხელ მოდი გადავხედოთ ამ დოქტრინას რომელიც გამოვიტანეთ ანუ თეორიული წლში ყველაფერი არის წარმოუდგენელია რა არის საქართველოს ინტერესი ქართული ინტერესი ვიცოდეთ ქართული ინტერესი და მეორე იქნება პრაგმატული მოსაზრებები იქნება ჩადებული ანუ ეროვნული ის რომ განვითარდეს თქვენ წარმოიდგინეთ რომ ქართული ფილმები შემოდებულია თაროზე ტელევიზიამ რო გადაცეს ეს ფული უნდა გადაიხადოს ტელევიზიებს ამ ფულს არ იხდიან თურქეთიდან მოდის ფილმი გადაღებული და ფულს უხდით ჩვენ ტელევიზიას ოღონდ გადაეცი თურქული ფილმიო ეხლა ეს ლოგიკა და სად არის ამ დროს საქართველოს სად არის ამ დროს სახელმწიფო ჩვენ დაგვაჯარიმეს ესე იგი აი მეცნიერთა კონგრესი რომელმაც თხოვა ტელევიზია ქართულ ტივის რომ დიდოსტატის მარჯვენა ერთი ერთ და მეორე კიდე დათათუთაშკი აჩვენე ამ დაგვაჯარიმეს რომ რატო აჩვენეთ ისო იმიტომ რომ ფული უნდა გადაგიხადო ფული არის საშინლად ბევრი გადასახდელი და აგერ მოდიან და გეუბნებიან არ მინდა მარტო თურქებზე ვისაუბრო სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები გეუბნებიან ჩვენ ფულს იქეთ მოგცემთ ოღონ ჩვენი ფილმები გადაეცითო არის ლოგიკა ახლა ამ იმაში ამას რა უნდა ახლა დიდი წოდნა უნდა დიდი თეორია კაპიტალ დაბანდებები ჭირდება თუ რა ჭირდება მარტივი რამეა ხომ დაცული იქნას ინტერესი იმ ხალხის ვინც ეს ფილმები გადაიღო მაგრამ სახელმწიფომ შეძლოს ისა რომ ეს გადაუხადოს ან თუნდაც თქვათ სავსეა კოკა-კოლას იმით მეტროში ვერ ჩახვალ რომ ყრელა მეტრო გაივსო კოკა-კოლა სადაც არ უნდა გაიხედო კოკა-კოლას რეკლამაა და ვეუბნებით იმას რომ ქართულ პროდუქციას თუ ვინმე უშვებს სახელმწიფო ტელევიზიებს მიეხმარეთ და გააკეთეს ისე რომ ეს უფასოდ იყოს ამას კაპიტალ დაბანდებები უნდა ამას მილიონერები უნდა თუ რა უნდა ამას უნდა ელემენტარულად რომ ქართული ცნობიერება იყოს ან კიდევ ვეუბნებით იმას რომ დავით აღმაშენებელი თქვენ ვისაც გონიათ რომ წარსულშია და გონიათ რომ დავით აღმაშენებელზე საუბარია ეს წარსული საუბარია ახლა დავოსის კონგრესი ტარდება და დავოსის კონგრესზე მე გამოვიტანე კონვენციას თეორიას როცა იღებდნენ და ამბობდნენ რომ აი ესე იგი ახლა ეს არის მსოფლიოს მომავალი არც კაპიტალიზმი არც სოციალიზმი კონვენციის თეორია ანუ კაპიტალიზმის საუკეთესო ისაც არის ესე იგი კონკურენციასთან დაკავშირებული და კონკურენცია შესაბამისად ნიჭის რეალიზაციას ნიშნავს და მეორე დაცული ადამიანი მეუბნები ეს ჩვენს მეფეს ქონდა რომელ საუკუნეში კი მაგრამ როგორ დასაბუთებო მომთხოვს და მე ვთხარი ვინც მიწას ამუშავებდა იმას ახდევინებდა 4-5 ჯერ ნაკლებ გადასახადს იმასთან შედარებით ვინც მიწას არ ამუშავებდებათ კი წამოხდა ამერიკელი და თქვა ეს არის მსოფლიოს მომავალიო თქვენო ესო მართლა გქონდათ მაშინ მე ვთხარი მართლა გქონდათ რომ ჩვენს მეფეს ესე იგი ჭონდიდელი ვინ მოიყვანა საეკლესიო პირი თავრობის თავმჯდომარე რომ თელ მსოფლიოში მეცნიერები მოკრიბა იოანე პეტრიც ჩამოიყვანა აკადემია შექმნა ესენი რომ უხევი რამის ხელში ამეყვანეს აქ არავის არ უნდა ამის გაგონება და ვინმეს გონია დავით აღმაშენებელს ვახსენებ ესე იგი წარსულზე ფიქრობ ეუბნები ახლა ჩვენ გელათიდან უნდა შევახსენოთ რომ ჩვენ მოიტანეთ რა დავით აღმაშენებლის აი პრინციპი რომ ვინც მიწას ამუშავებს იმას კონდეს ნაკლები გადასახადი იმასთან შედარებით ვინც მიწას არ ამუშავებს აიღეს მიწები გეპტრობით ფულიანებმა ჩადეს ამაში არაფერი გარს დაუმუშავებიათ არც არაფერი ყიდიან იმიწას მაშინ როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში ამერიკა განვითარებული ქვეყნები მიწას არ ამუშავებს უმძიმესი გადასახადი გაქვს არც წარმოებას არავის არ მიწის რაციონალურად იყენებენ ყველაფერს და ნიუ-იორკში თუ მიწაზე პროდუქტი მოხავს ნიუ-იორკში ფულს არ გადასახადს არ გახდევინებენ იმ მიწაზე საქართველოში დავით აღმაშენებელს ჰქონდა როდის ამერიკელებმა ისწავლეს ჩვენ ეს არ აგვაქვს გამოვა ვიღაცა ეხლა რომელსაც არაფერი საკითხული არ აქვს ავიდა სადღაც რომელიღაც ლექცია მოისმინა 200 ჯერ და 2000 ჯერ მომისმენია ეს ლექცია მაგრამ სადაც მივდივარ და ქართული პრინციპი რომ მიმაქვს ისინი ამბობენ რომ გაუცემულები არიან ესაა მომავალი ვეუბნებით ეხლა ჩვენ შემოძახვის გავაკეთებთ იგენან პრაგმატულს რომ ვინც ორგანულ პროდუქტს მოიყვანს სასუქს არ მიცემს საერთოდ განთავისუფლოთ მიწის გადასახადისაგან ეს ორი რამ რომ დაინერგოს ვინც მიწას ამუშავებს და გადასახადს არ ახდევინებ და ამავე დროს ეხმარები
იმაში რომ სესხი აიღოს პრაქტიკულად მინუსებში, ანუ ის კი არ კონდეს 5%-იანი, 10%-იანიც კი არა, სახელმწიფო მიეხმარა რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვინც აი ამ მიწის და ამ სოფლის პროდუქტებზე, სოფლის მეურნეობის ხაზით ინვესტიციას დებს, სახელმწიფო არათუ იმისგან პროცენტისგან ათავისუფლებს, არამედ 10-15%-ს ძირითად იმისას უპარავს თვითონ ეხმარება. დევნებით რომ ჩვენ ახლა ეს გავაკეთოთ ქვეყანაში მარტო, აი როგორ იქნება ეს გელათი ძალიან დიდი რამ ეხლა თუ არ მიიღებს ამას მე ჩემს გამოსვლაში მაინც ვიტყვი ამას რომ რეალურად რა აი დავათ აღმაშენებელს ეს გავაგებინოთ თელ მსოფლიოს რომ მეფე ყავდა რომელიც რომელ საუკუნეში აკეთებდა იმას რომელზეც მე 4-5 წლის წინ დაოში მითხეს რომ ამას ეს მსოფლიოს მომავალია 20-40 წლის მერეო ჩვენს მეფეს საუკუნეების წინ ქონდა და იგივეა ჩვენ რა გვაქვს დღეს უბედურება რომ საწამლავს ვაჭმობთ ხალხს აბა გამოიტან ახლა და თქვი და შექმენი სერიოზული გუნდი დამოუკიდებელი რომელიც ამოწმებს ამ პროდუქციის ხარისხს გაჯანსაღდება ამდენი საავადმყოფო არ დაგჭირდება ამდენი წამალი არ დაგჭირდება გარედან პროდუქტის შემოტანა არ დაგჭირდება ხალხის სოფელს დაუბრუნდება ესე იგი ბანკს ფუნქცია მიეცემა რაღაც სერიოზულ ჩადებს არა გადაყოლილი ვართ იმაზე ერთმანეთს ვეჭუბოთ ურთხათ თავში და ვლანძღოთ ერთმანეთი თემურ შაშიაშვილი ახლა ძველი დროის ის არის დააშენგო მე ვეუბნები ერთი მოდი თქვენ აი როგორც ამ ახალგაზრდა ამ დღეებში ერთ-ერთ იმაში ქალაქგარეთ ხდებოდი გუშინაც წასული ვიყავი გუშინ წინაც ხდები ამ ამაზე როცა ვეუბნებოდი ამბობდნენ რომ შეიძლება ვარო ეს ლექციები სადმე ჩემზე უკეთესად ხვები კითხულობენ მეთქი ამ ლექციებს და რაღაც რატომ ჩემი ის რა არის ამ შემთხვევაში პლუსი რომ მე მსოფლიოში თუ სადმე ნორმალური კარგი სალექციო კურსებია რომელიც აი ინოვაციურ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული ვისმენ ხედავ მართვის თვალსაზრისით ეკონომიკის თვალსაზრისით ფილოსოფიის თვალსაზრისით ნუ ბევრი სხვა რამით და ვამბობ იმას რომ ხელოვნური ინტელექტიც არაფერია უკვე ახალი რომელიც შემოდის უკვე მეორე რომელიც უკვე შემოვიდა კი არა უკვე არნახული იმით არის რომ მასკი დღეს აკეთებს იმას რომ 100,000 მანქანა იქნება რომელსაც 100,000 კილომეტრს ისე გაივლის მალე რომ ძღოლი არ ჭირდება და ჩვენ საცხოვრობთ სადავარ ჩვენ ლანძღვა გინება ისინი უკვე იმდენად დაუპირისპირდით ერთმანეთს რომ ნეოფაშისტური ჯგუფები ჩამოყალიბდა სახელმწიფო წყალსაცხამს ესე იგი რაღაცას ურევში გამოვა პრემიერ-მინისტრი და მტრებს ეძახის ყველას გამოვა ოპოზიცია და მტრებს ეძახის ხელისუფლებას სად ცხოვრობთ ეს ნაცვლად იმისა რომ ახალგაზრდა ძველგახალდა და ყველა გავერთიამდეთ იმაზე და ვთქვათ რომ მოდით ხალხო რა რაღაც შევცვალეთ ფსიქოლოგები მოვიდნენ ტელევიზიაში დღეს ახლა უსმენ მაინც როდესაც ესეთი გადაცემის წინ მოვდივარ უყურებ ამ იმას და აი გამოყავს ტელევიზიას ეკონომიკური რჩეველი პარტიის და თანაც ესე იგი ცვლილებები რომ არის აი ესე იგი ცვლილებების პარტია თუ რაღაც რომ შეიქმნა ნუ მისი სააკაშვილის პარტიის დანაყოფი და რა და გამოყავთ იმ ეკონომიკურ პრობლემებზე ალაპარაკებენ და დავოსის კონგრესზე იცის რა არის დავოსის კონგრესი ან ყოფილა ან ესე იგი ასე ტენდენციური რომ არის რომ არ მიიწვიეს ყობახიძე რო აკრიტიკებ ამ ხელისუფლებას ისე უნდა მაგრამ დავოსის კონგრესზე შვაბის მოხსენება რომ უთხრა დღეს ვინ არის შვაბი ვერ გეტყვის ან შვაბის მოხსენება რომ უთხრა აბა მითხარი მე თავიდან ბოლომდე ესენი დამუშავებული მაქვს და ვეხმეწები ამ ხელისუფლებას რომ თქვენ თუ გინდათ ევროპის წინააღმდეგ რო გამოდი მე ხარ ვარ წინააღმდეგი რომ გააკრიტიკოთ მაგრამ რუსეთისკენ მომიდიხართ და ჩინეთისკენ მომიდიხართ ირანისკენ მომიდიხართ და ვლაპარაკობთ იმას რომ ქართული ინტერესი დავწეროთ რა არის და ქართული ინტერესზე დაყრდნობით ვიმუშაოთ ყველასთან ესაა ჩვენი პოზიცია და არა ის რომ ან რომელიმეს ვებრძოლოთ და რომელიმეს ხარ დაუჭიროთ და რომელიმეს წინააღმდეგი ვიყოთ და ვეუბნები ამ ხალხს არის რაღაც მომენტები რომელსაც ჭირდება ძალიან სერიოზული გააზრება და მოიყვანეთ რა ეს შეიძლება ტელევიზია ტენდენციური რა შეიძლება ტელევიზიის ეს არის პარტიის ეკონომიკური მიმოხილველი გამოდიოდეს ქვეყანაში ეკონომიკურ პოლიტიკაზე ნუ რა არის ტელევიზიები ესენი ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერია იმიტომ იქ რომ იტყვის პროფესორი
სიტყვას რომ იტყვის პრეზიდენტებს აზანძარებს ის. საქართველოში არ აინტერესებთ. ესე იგი ეკონომიკის ხაზით აკადემიკოსები ყავს, სხვათა შორის ჭკვიანი ხალხი ძალიან. ამერიკაში გამოდის რადო პაპოვას სიგნები. და ძალიან სერიოზული ტირაჟი და ძალიან სერიოზული და მე ერთი ისე გავიხსენე ხა ეკონომიკასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვინმე დღეს ბატონ თემურ ჩილეჩავასთან ერთად ბევრი ვისაუბრეთ და ციტირება აქვს მათემატიკის ხაზით მას 10 სტიუც არ ექნება იმდენი ერთ კაცს უობს. აგერ ყავს ამას არავინ არ ისნობს, არავინ არ აფასებს ასეთ პიროვნებას. და როდესაც თქვათ ჩვენ დღეს რეალურად ასეთი ხალხი ყავს, როგორ შეიძლება დაოსის კონგრესი ალაპარაკო კაცი რომელიც აზე არ არის და მთავარი ის არის მიიწვიეს თუ არ მიიწვიეს ის თქვათ პრემიერ-მინისტრი ან სხვა ვინმე და ჩვენ მუდმივად ტენდენციურად ხელისუფლება გამოდის და ესე იგი აი ერთ სიტყვას ვერ ათქმევინებ კარგს ამერიკასა და ევროპაზე ხელისუფლების და სახელისუფლებო ტელევიზიები ოპოზიციურ ტელევიზიებს ერთ ნაკს ვერ ათქმევინებ ამერიკის და ევროპის ორივე ტყუი ხართ ორივემ შეაძულეთ ამერიკაც, ევროპაც, რუსეთიც, ჩინეთიც, ინდოეთიც, ყველაფერი შეაძულეთ. ხარ ცხოვრება შეაძულეთ უკვე. იმიტომ რომ იქცევა მსოფლიო ამას ლაპარაკობთ. აბა ერთი რომელი გადმოცემთ ისეთი რამეებია, ესე იგი მსოფლიოში ისეთი კარგი მაგალითებია, თუნდაც მე აგერ მასკის მაგალითი მოიყვანე არა, არა მარტო მისი უამრავი რა. ვინმე ლაპარაკობს ამაზე, არავინ. და რომ გამოხვალ მერე იტყვის რომ ის 50 წლის არის, 60 წლის არის, 70 წლის არის, არა მე 20 წლის არის, მე უნდა ვიყო წინ. ან შენ რატო უნდა იყო წინ? ან 70 წლის როა იგი რატო უნდა იყოს წინ? ვინც აზროვნებს ის უნდა იყოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინტელექტი, ენერგია, ენერგიული უნდა იყო. ინტელექტი უნდა ქონდეს, ენერგიული უნდა იყო, გამბედავი უნდა იყო. გამოცდილება უნდა ქონდეს და წესიერი უნდა იყო. წესიერების გარშე წინა 4 უბედურებაა. თუ არა ხარ წესიერი და უწესო კაცი ხარ, დამოედროს ენერგიული ხარ, გამბედავი ხარ და გამოცდილება გაქვს უწესობის და აქცევ ქვეყანას. ამიტომ ეს წესიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი. და ამის მეტი ხალხი რა გყავს ჩვენ ქვეყანაში. და რატო გგონია რომ თქვათ აი სხვანაირად უნდა იყოს ის. აი ეგრე ხედავ, ბატონი ოთარ ჭიტანავა შემოგვიერთა, იუბილარი კაცია, ძალიან დიდი გამოცდილების. დამერთ მოусმინეთ და დაელაპარაკეთ ერთი. თქვენ ვინმე ახალგაზრდა, ძველგაზრდა და აი რა საინტერესო, გინდა ლიტერატურა, ხელოვნება, კულტურა, ეკონომიკა რაღაც რა, შეიძლება ასაკი არ მინდა ახლა, მაგრამ 80 წელთან დაკავშირებული კაცია და ამის ის ან თუნდაც მე ხშირად ვისმენ ნოდარ ჭიტანავას ლექციებს ნეტავი პრემიერ-მინისტრი რომ იყო, ასეთი ისინი ანალიზები ქონებოდა მაშინ. ასე როგორ შეიძლება საუბარი, ასე რომ დავაპირისპიროთ ყველა და ყველაფერი ერთმანეთთან. აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლება არის აზროვნება და არა ასაკი. და რატო აკეთებ სპეკულაციას ვიღაცა იმით, რომ თქვა თქვენ 70-80 წლის ვარ და გამოცდილება მაქვს, ნუ სპეკულიანტობ ამით და ნუცი სპეკულიანტო მე 30 წლის ვარ და მე რა მე 30 წლის რო ხარ ასაკი რას გაძლევს? შენ გაძლევს ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, გამოცდილება და წესიერება გაძლევს საშუალებას რომ წახვიდე წინ. და რა ასაკი? 80 წლის ხარ თუ 20 წლის ხარ? მნიშვნელობა არ აქვს ამას. მე ის მასალებელი თვალწინ მიდგას დღეს რომელიც ნახია ეგრე. მე კი არაფერი როგორც წყლის ერთ წვეთში შეიძლება მთელი ცხოვრების ანარიკლი მოთავსდეს. აი ასე ამ ერთი მასალებლის ეს შეფასება იძლევა ყველაფერს. რა თქვა მასალებელი მაგას ტირიდი რომ გასაგები ახლა მე ვიმეორებ რომ მე მივიბრუნდი მას იმიტომ რომ მიცნო. და რომ თქვა ბატონო თემურო რომ ითხრა მიუბრუნდი და მე ვიკითხე მასალებელი. კონსერვატორიის პროფესორი ზის აი ეგ წინდებს ხიდის რუსთაველზე. დაგიძის ხლებთან ახლოს. მე იმას არ ვამბობ რომ თქვათ ეს სუდია რასაც აკეთებს. რაკნას იმას კომპლექსი არა აქვს, თავადის ქალია. კომპლექსი არა აქვს ამ ქალს. იცის რომ ოჯახი უნდა არჩინოს. ლაპარაკია იმაზე რომ ერთის მეორეს მესამეს და მეათეს ყველა ლაპარაკობს 20,000 ლარს რომ ინიშნავ ხელფას. და როგორი ხელფასები აქვს სახელმწიფოდან ჩვენ გელათში მივიღებთ იმას და მივმართავთ თელ სახელმწიფოს და თელ საზოგადოებას და ვეტყვით.
მინიმალურ პენსიაზე და მინიმალურ ხელფასზე 7-8 მაქსიმუმ 10 მეც არ უნდა იღებდეს ქვეყანაში არავინ. 350 ლარი აქვს პენსია? 3500 ლარი მიიღე შენ. 20.000 რატო იღებ? 50.000 რატო იღებ? ვინ ხარ? თანაც ბევრი ვინმე ვიცი ვინც არის ბანდიტობის მეტი არაფერი უკეთებია და კიდე 50.000 და ჩვენ ფულს იღებს ბიუჯეტიდან. ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა. რაც ჩვენ ემიგრანტებს გაუკეთეთ, ეს სამარცხვინოა მთელი მის ისტორიაში რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული და რა საუბრებიც არის საზოგადოებაში. ემიგრანტები რომელმაც გადაარჩინეს ქვეყანა. აი ამისი ერთი ქალბატონი მოვიდა და თქვა რომ მე ვიყავი იტალიაში ჩემი 19 წლის განმავლობაში 1 მილიონი მაქვს გადმორიცხული და დოკუმენტები მოიტანა პირდაპირ გადაცემაში. ელენა ხუციშვილი 1 მილიონი. ლარს ამბობდა მე თქვა რომ $1 მილიონ მეტია რომ გადმორიცხეო. ერთმა ქალმა $1 მილიონ. წარმოიდგინეთ თქვენ 2 მილიონზე მეტი კაცია გარეთ. ოფიციალურადაც კი 1.5 მილიონია. 1.5 მილიონის მიერ რომ თითო მილიონი გადმოერიცხა თითოეულს თქვენ გესმით რა ფულზეა ლაპარაკი. რა არის გადმორიცხული იქედან? ამ ხალხმა გადაარჩინა ქვეყანა. თავისი შრომის, თავისი ადამიანობის და თანაც ავტორიტეტი როგორი აქვს ბევრს, რომ ქართველი ქალების მიმართ უცხოეთში არის ვინც ოჯახებში მსახურობენ, ყველაზე სანდომიან და ყველაზე პროფესიონალ და ყველაზე გულისხმიერ ქალბატონებად არიან მიღებული. და ამ ხალხს რომელმაც ავტორიტეტს მოგვიტანეს, ქვეყანას გადაარჩინეს, ყველაფერი რა ვაკადრეთ. არაფერში მონაწილეობა არ უნდა მიიღო და ამის გადაცემაში საუბრობდით იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე ჩამოვიდნენ რა კიდე 2.5 მილიონი როგორ უნდა ჩამოვიდეს არჩევნებზე. ეს ერთი ერთდროულად თქვენ იმისთვის მუშაობთ, ავიაკომპანიებისთვის მუშაობთ? ან კიდე თურმე 4 თვეში თუ 3 თვეში ერთხელ რაღაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია თუ რაღაცა, ეს რა არის? იმ ხალხის მიმართ რომელთა ის უნდა ფიქრობდეთ იმაზე, რომ კონკურსი უნდა გამოცხადდეს ემიგრანტების რაღაც უკდავყოფის შეიქმნას, მონუმენტი შეიქმნას ქვეყანაში. რომ ამ ხალხმა გადაარჩინა ქვეყანა. და ნაცვლად ამისა არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, არც უნდა აგირჩიო, არც შენ არც არავინ არ უნდა აირჩიო, არც შენ არ უნდა აგირჩიო, შენ არავინ არ ახარო, თუ არ ჩამოხვალ აქ გარკვეული რამდენიმე ჯერ თუ არ ჩამოხვალ წელიწადში თუ რაღაც იმით ყველანაირ უფლებას აქეთ გასცნო და შეიძლება მოქალაქეობა ჩამოგართვაო. წარმოგიდგენია როგორ ველაპარაკებით ამ ხალხს და ვინ და ამას ვითმენთ საზოგადოებაში. ვითმენთ. მე არ ვიცი როგორ, მაგრამ აი მე გითხარით ზოგიერთ რამ და ეს მაგალითები მოვიყვანეთ, რომ თქვენს გვიკანახეთ რა დეტალებია. მე ჩვენ ალბათ სადღაც 19-20 რიცხვიდან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მაინც ვაპირებთ რომ დაიწყოს ასეთი გადაცემა დიდი ეროვნული შემოძახილი გელათიდან დავითობას 8 თებერვალს და გამოვა იქ დაახლოებით 30-40 კაცი ნებისმიერ შეუძლია გამოვიდეს. ვისაც ექნება მოსაზრებები იქაც ჩამოვიდეს და აქაც გამოვიდეს და აი ტელევიზიით 10 წუთის განმავლობაში თქვას თავის მოსაზრება. აი როგორ წარმოუდგენია მას ეროვნული შემოძახილი შემადგენელი რა უნდა იყოს, ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა რომ წაიკითხავს რას ეწინააღმდეგება, რას ამატებს, რას მოაკლებს და კონკრეტული რა შეიძლება იყოს იქ დეტალები. აი თუნდაც ის რომ ჩვენ ფიქრობთ იმაზე, არ ვიცი რა გავა რა არა, მე რაც არ გავა იმას ჩემ მოსაზრებას მაინც ვიტყვი და აქაც ვამბობ, რომ დემოგრაფიული სიტუაცია თუ არ შეიცვალა ქვეყანაში, არაფერი არ შეიცვლება. მე ვამბობ, რომ მარტივი ფორმულაა 6 წლამდე ასაკის ბავშვი ოჯახში და 65 წელს გადაცილებული ადამიანი ოჯახში, ოჯახის მარჩენალი. ერთი წინადადებაა, მაგრამ ამის უკან დგას ვებერთელი ეკონომიკა. ვინმე იკითხავს რატომ? სახელმწიფო ვალდებული ხარ, როგორც კი გაიგე რომ ამ ოჯახში 6 წლამდე ასაკის ბავშვია და რამდენ სულ 2-3 თვის განმავლობაში უნდა მიხვიდე, დათვალო იმ ოჯახის ოფიციალური შემოსავლები რა არის და შემდგომ ან უნდა შეთავაზო სამუშაო ადგილები ისე რომ შეავსო ის საარსებო მინიმუმი იყოს. საარსებო მინიმუმი განისაზღვრება მარტივი ფორმულით, ვიდრე ჩვენ სხვა ექსპერიმენტის ჩამიტარებია. საარსებო მინიმუმს 2 რამ არსებობს. ერთი პირველი
ცოტა უხეში, მაგრამ მაინც მსოფლიოში მიღებული მინიმალური პენსიით, მინიმალური ხელფასით თავის ქვეყანაში ადამიანი 1000 ლიტრას ბენზინს უნდა კიდულობდეს. 1000 ლიტრა ბენზინი არის სწორედ 3000 ლარი. აი ეს უნდა იყოს. ამიტომ იმ ოჯახში, სადაც 6 წლამდე ასაკის ბავშვია, სადაც 65 წელს გადაცილებული, ოჯახში, როდესაც 65 წელს გადაცილებული ადამიანი დღეს პრაქტიკულად გაგიმად გზნობს თავს და თვითმკვლელობის ბევრი მაგალითია, იმიტომ რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ დავაწვეო, პირიქით, ბებია და ბაბუა 65 წელს გადაცილებული მარჩენალი უნდა იყოს ოჯახში. რომ იმ ოჯახს სახელმწიფო უნდა ამბობდეს, რომ მე გეხმარები სამუშაო ადგილებს გაზდებ, რომ შენ ის კონდეს თუ არა და თუ ვერ ვახერხებ ამას, რო დავთვალეთ რამდენია თქვენი ოჯახის შემოსავალი და რამდენია თქვენი საარსებო მინიმუმი, ან უნდა სამუშაო ადგილები მოგცეთ და იმით ხელფასებით უნდა შეიცოს ეს, ან მაშინ ფული უნდა მოგცეთ. აი ჰუმანური სახელმწიფო. აი ასეთი რამ იქნება შემოძახილი იქიდან. ვისაც გინდათ იქ გაკეთება, ვისაც გინდათ ის მიიღავით ხელისუფლებაში, როგორ ეს გააკეთეთ. ხელისუფლებაში ყოფნა გინდა, ხელისუფლებაში ყოფნა სხვისი ლანძღვა? ხელისუფლებაში ყოფნა ისი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა? ხელისუფლებაში ყოფნა ხალხის დარბევა? ან ოპოზიციაში ყოფნა ქუჩის ღონისძიებია, რაბი აქციებია? გაბოროტებულია ქვეყანაში ხელისუფლებას და ოპოზიციას. ოპოზიცია ხელისუფლებისათვის ბრძოლის გამო და ხელისუფლება ხელისუფლების შენარჩუნების გამო. არ ვიცი რამდენად მიიღებენ ჩვენი მეგობრები, მაგრამ მე იმის მომხრეც კი ვარ, რომ ვთქვათ რაღაც გარკვეული პერიოდულობა იყოს, რომ 10 წლის იმაში მერე ვთქვათ ხელისუფლება იცვლებოდეს. ნორმალური ეს ქვეყანა, სადაც იცვლება მონაცვლეობა ვთქვათ ხელისუფლების მაღალი შენონებში. მოვა ხელისუფლებაში წასვლა აღარ უნდა იქედან. კანონმა უნდა გაიყვანოს იგი. 10 წელი საკმარისი უნდა იყოს. წადი ახლა 10 წელი იყავი, გადი, შეხედე გარედან შესაქმნელობას და მერე მიიღე მონაწილეობა და მოbrunდი კი ბატონო. მაგრამ 10 წლის მერე უნდა წახვიდე. არც ერთი კორუფცია, რომელიც დღეს მოხდა და რომელიც ხდება ქვეყანაში, 90% კორუფცია არ იქნებოდა, რომ მინისტრებმა და გუბერნატორებმა, მერებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ ისინი შეიცვლებიან. მოვიდა და ივანიშვილმა ორი დამანგრეველი ფორმულა. პირველი, შვა უნდა გაიკრიფოს, ანუ ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ვინც არის უნდა გავკრიფოთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ, შეასრულა. ძალიან ძიმე რამ, რომელიც გააკეთა, ნუ ეს ახლა ამაზე უარესი რა უნდა იყოს, ესე იგი ერთ-ერთი უპირველესი რა უბედურებაც და მეორე თქვა, რომ ჩვენ პროგრამა 2030, ანუ 30 წლამდე და მერე კიდე გამოდის ახლა ისე ამბობენ, ჩვენ კიდე 15-20 წელი ვიქნებით. რომელი ქვეყანაა თქვენი გონიათ ეს ქვეყანა, იყიდეთ ეს ქვეყანა, თქვენი ჯიბისაა ეს თუ რა არის ეს ქვეყანა? შეიძლება ეგეთი რამ იფიქრო, ჯერ შეიძლება რომ მოდი ხელისუფლებაში თქვა, რომ მე წერან ზოდის 10 წლის წინ თქვა, თუ 12 წლის წინ თქვა, რომ 2030-მდე პროგრამა და 2030-მდე ჩვენ რო ვიქნებით ეს ვიცით. ვითომ არაფერი რა, ვითომ არჩევნებს არავითარი აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს. აი ეს არის დამანგრეველი, ეს არის აზროვნების სიძნელე. ეს არის ის, რომ ჩვენ თვითონ ჩვენ რიგითი მოქალაქეების ვკლებთ მომავალს. მომავალი კდება იმ ქვეყანაში, სადაც მეცნიერება არ არის წინ, სადაც პოლიტიკოსები მართავენ, სადაც პოლიტიკა არ ეკნობა მეცნიერებას. და ჩერჩილის შემთხვევით არ მოვიტანე მაგალითი. ჩერჩილი რომ თქვა, რომ პოლიტიკოსსა და მეცნიერის შორის დიდი განსხვავებაა. მეცნიერი ფიქრობს მომავალზე, პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე. არჩევნები დამთავრდება და მეორე არჩევნებზე იწყებს ფიქს. ამიტომ ის იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში რაიმე იყოს, არამედ როგორმე 50% ადამიანი მოსყიდული ყავდეს მუდმივად მის გვერდით. ეს წარმოუდგენელია. აი ასე ცხოვრება წარმოუდგენელია. ვერავინ ვერ შეძლო. თქვათ ის, რომ ცოტა დეცენტრალიზაცია შეიძლება საქართველოში დღეს ერთი ჩადით რაიონში და კითხეთ რისი უფლება აქვს საკრებულოებში, რამხელა ხელფასებია. რისთვის აძლევენ ფულს? რისთვის არსებობენ იქ მერები, გამგებლები, გუბერნატორები? რისი გადაწყვეტის უფლება აქვს? არაფრის. არაფრის ხელფასი იღებენ.
აბსოლუტურად არაფერი უფლებები არ გააჩნია. ეს მათი ბრალია? არა. ისინი არ ითხოვენ ამას საკმარისია მივიდნენ იქ და საგრებულოში შევიდა 1000-1500 ლარი აქვს რამდენი აქვს წარმოიდგინეთ საქართველოში 12-ია იმერეთში 12. დაახლოებით ეხლა რომ მიანგარიშოთ ამ 12-ში რამდენი ადამიანი 20 რომ მიანგარიშო ერთში და ეხლა აპარატი და ემაზე ხო არ არის ლაპარაკი საშუალოდ უნდა იანგარიშო 100 კაცი. წარმოიდგინე რომ 12 რო გადაამრავლო 100 1200-ია 1200 კაცი და იქეთ ხელფასი და საკითხის გადამწყვეტი არ არის არავინ. ყველაფერი წყდება თბილისში, სამინისტროში. პოლიციის უფროსი აქედან ინიშნება, პროკურორი აქედან ინიშნება, აუდიტი აქედან ინიშნება, განათლებისა თუ სხვა ხელმძღვანელები აქედან ინიშნება, ყველანი აქედან ინიშნებიან, მიწის და არაფრის დაკიდვის უფლება იქ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს. აბა რა უფლებები გააჩნიათ? მოკლეს სხვა ადგილობრივი ხელისუფლება. და მაშინ რა გვინდა ეს? ხელფასად უაზრდებთ იქ. და სინამდვილეში სწორი რა არის? სწორი არის ის, რომ თბილისში არ იყოს ამდენი უფლებები და რაიონებში გადავიდეს. იქ კონდეს ეს უფლებები ამ ხალხს. მაგალითი ახლა იტყვით ამას სულ არ ვაპირებ მე შექმენი მუნიციპალიტეტები და მერიას ყველა უფლება გადავეცი მუნიციპალიტეტებს. ყველა უფლება და მე მაკონტროლებლის ფუნქცია დავიტოვე. ისიც კი რომ სასაულ მაგალითს გეტყვით ახლა აგერ ასანიძე იყო პოლიციის უფროსი და აი სახს ხო ყავდა თავის წარმომადგენელი. მუნიციპალიტეტის წევრი იყო ის. და დილით ის ვალდებული იყო რომ თუ სახში რამე მოხდებოდა, ტელეფონი სტოპილი იყო, იქ უნდა დაერეკა. და პოლიცია ხო აკეთებდა გრადანაშაულებები მოხდა. წინადღეთ ქალაქში ხო აკეთებდა ამის აღრიცხვას. და ჩვენ ამ სახლის წარმომადგენლების იმით 10-ჯერ მეტი იყო ჩვენგან სარდაფში ვიღაცამ ბორჯომი რომ მოიპარა ის ვიცოდით. აი რატომ არის უცხოეთში? აი საქართველოში მარტო ეს უბედურება ხედავთ რა არის? პოლიცია აღრიცხავს და პოლიცია არის პასუხისმგებელი გახსნაზე. შევცვალეთ ეს ქუთაისში და ვთქვით რომ აღრიცხვას აკეთებენ მუნიციპალიტეტები და გახსნაზე პასუხისმგებელია პოლიცია. ყველაფერი არის შესაბრუნებელი. რა არის ცუდი იმაში რომ აუდიტი, ვინ არის აუდიტი? თქვათ პირობითად ვამბობ. ლენტეხში ვინ არის აუდიტი? ვინც ლენტეხის ბიუჯეტის pulis ხარჯვას აკონტროლებს. რატო უნდა ინიშნებოდეს ეს თბილისიდან? ეხლა თბილისელს უფრო უნდა რომ იყოს იქ pulis ხარჯვა სწორად? აირჩიოს ეს კაცი ხალხმა. და ვიცოდეთ რომ ხალხის ესე იგი puls, ანუ ბიუჯეტს ხალხის მიერ არჩეული გუნდი, რომლის უფროსი არ არის გამგებელი და რომლის უფროსი არ არის ან მეორე თუ ჯერ არ ვირჩევთ, ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს. მართვის სისტემის შეცვლაზე რომ ვლაპარაკობ, ეს არის სწორედ მართვის სისტემის შეცვლა, რომელიც თუ არ მოხდა ქვეყანაში წინა ამაზე რომ დავწერე ბევრმა, ამას კიდე დაუბრუნდები, ან მართვის სისტემა უნდა შევცვალოთ, ან ივანიშვილისაგან უნდა გამთავისუფლდეთ. მართვის სისტემა თუ შევცვლით, თავისთავად ივანიშვილის თავის ადგილზე იქნება და გადარჩება. დღეს ძინა მდგომარეობა აქვს. და მე არ მინდა დღეს ამაზე ცალკე საუბრის თემაა, რომელიც შიგნით კაცმა არ იცის რაც ხდება. და კიდევ უფრო რთულია მდგომარეობა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ფაქტი ერთია, რომ ქურდები მართავენ დღეს ქვეყანას. ორი ამბის შემდგომ. ჯანგველაძის მკვლელობა აქვს და მეორე ქურდების მიერ ბაჩიაშვილი ჩამოყვანა. ანუ დაჭერა იქ და ჩამოყვანა აქ. იმის შემდგომ შეიცვალა მოქალაქეთა ოცნება, მოქალაქეთა კავშირის გაგრძელება, ოცნება, შიგნით იწყება რღვევა. დაჭერები და უბედურება. ქურდები კარნახობენ იქედან, რომ რა უნდა მოხდეს და ვინც და როგორ, აბა არ გააკეთონ ერთი. ეს არ არის ტრაგედია. ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს იმის 1000-ი უფლება. ამერიკაში რაც გააჩნია, თქვათ, ივანიშვილს, რომელსაც არავითარი თანამდებობა არ აქვს, ივანიშვილს გააჩნია საქართველოში. ან თუნდაც თავრობის წარმომადგენლებს. ეს შეურაცხმყოფელი არ არის ეს ქვეყნისთვის. შეურაცხმყოფელი. ამ ქვეყანაში შეიძლება თქვათ, რომ ვიღაცამ თქვათ, რომ მე მეწლიერი მქვია, მე პოლიტიკოსი მქვია, მე მწერალი მქვია, მე ხელოვანი მქვია, სირცხვილია უკვე რო თქვა ეს.
არაფერი აღარ ახარ შენ. შენ ხარ ჯიბეში ჩადებული პიროვნება ერთი ფულიანის მიერ. და მისმა ფულმა პროგრესი გააჩერა ქვეყანაში. არავითარი პროგრესული ქვეყანაში არ ხდება. აბსოლუტურად არავითარი. ყველაფერი რაც დღეს ჩვენთან საქართველოში ხდება, ეს არის კიდევ ერთხელ საზოგადოების გახრეჩვა, დაპირისპირება, ნეოფაშისტური დათასნაირი უბედური ჯგუფების შექმნა. ვიღაცების იმისი, რა ქვია, წინ წამოწევა, რომ ნათესაობა, კორუფცია, ძმაბიჭობა, იგი სხვა მეტი არაფერი და 1000 სხვადასხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან. ლუსტრაციის კანონის კი არა გვაქვს მიღებული. ლუსტრაციის კანონიც. აი რომ გააკეთო ანალიზი მარტო. ჩვენ ეს გავაკეთეთ არ მინდა ხა ამ იმაზე ჩვენ მაინც გელათისთვის ვემზადებით და თუ ვინმე რამეში გვირჩევთ და მოგვეხმარებით და მიიღეთ მონაწილეობას, ეს ძალიან სერიოზული იქნება და ამას როგორც გითხარით, ორ შაბათთან დაიწყება და 1.40-50 კაცი 8 თებერვლამდე თავის მოსაზრებას გამოთქვას, ვისაც ექნება აი რომ გავაკეთოთ ანალიზი. თქვათ, პირველი. ვინ უჭერს მოქმედ ხელისუფლებას მხარს კონკრეტული პიროვნებები, ვინ ზიან ტელევიზიაში? როდაც წეროთ მერე რომ აი ვინც ყველაზე მეტად გამოდიან რომ დაწეროთ აი ესენი არიან ივანიშვილის ანუ ოცნების მხარდამჭერები და ვინმეს უკითხო როგორ აფასებ ამას ერთ სიტყვას დაგიწერს კატასტროფა მე ვაპირებ რომ რამდენიმე გვარი შემდგომში ნუ ეხლა დღეს ვიცი ძალიან კარგად დღესაც შემილია ეს მაგრამ არ მინდა ვინმე გამომჩეს და იმაზე რო არ იყოს ეხლა ხაინდრავა ერთ დიდი მხარდამჭერი ეხლა მე უბრალოდ ვირჩევდი რომ თვითონაც არ მიიღოს ამაში მონაწილეობა, ვიცნობ კარგად და არ ვარ ეხლა მე მისი მტერი და მე ვამბობ რომ სამარცხვინოა რომ ოცნების და ბიძინა მანიშვილის პირველი ნომერი მხარდამჭერი არის ხაინდრა. და ან კიდე ეს ფილოსოფოსი კიდე ნუ არ მინდა კიდე სხვა იმგეში კარგი გავყეთ ეხლა მეორე. ვინ არიან მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის და მისი ნატეხი ნაბლეჯი პარტიების? რო იკითხოთ მე ამ ხალხს უნდა დავწერთ 10 კაცს მე იტყვი ესეც კატასტროფა. კარგით გავაგზავნოთ მესამე. ესაა მეცნიერება. ანალიზი, როდესაც ესე იგი დაშლახდება ყველაფრის რა, აი შიგნიდან რო გავაკეთოთ ეს კონტენტ ანალიზი რომ იყოს, აი შემდგომ რომ თქვათ რომ ვინ არიან ამერიკის მხარდამჭერლები საქართველოში და დაიწყო ბოკერია, უსუფაშვილი და სხვები რო ჩამოვედი. რო კითხო ნორმალურ მოაზროვნე კაცს გეტყვის კატასტროფა. მე აიღე ევროპა მხარდამჭერები კატასტროფა. თუნდაც იგივე რუსეთი პიპია და ისინი და ესენი ვინც არიან კატასტროფა. ანუ ყველა იმას ვისაც ავტორიტეტი უნდა ქონდეს. რატო კარგავს ამერიკა ავტორიტეტს საქართველოში? იმიტომ რომ მას ისეთი ადამიანები ის ისეთ ადამიანებს უჭერს ამ მხარს და ამერიკის სახელით ისეთი ადამიანები გამოდიან ვერ ჩახვალ ადამიანებს ვერ დაელაპარაკები და ვერ ეთქვი ხა იმისი შარვლები რო ჩაიხადეს იქ და ესე იგი ნარკოტიკების ზეიმი რო იყოს ქვეყანაში და კაცი გამოვიდა და თქვა მე არ მართლმადიდებლობა არ მწამს პატრიარქი არ მწამს ესე იგი მშობლები ჩემთვის ავტორიტეტი არ არის ნარკოტიკი მიმიღია ერთსქესიანთა ქორწინებას უჭერ მხარს და ამ ადამიანს აქვს მხარდაჭერა ახლა და ამას ამერიკა უჭერს მხარს და გარკვეული ჯგუფი ახლა ვინ ქართველი კაცი ახლა ასეთ ადამიანს და ასეთ ამერიკა უნდა ქართველ კაცს იგივე ევროპა ხო იგივე სხვა ვინც რო გაყვი ამას ყველაფერს ესენი სერიოზული რამეებია ბატონო მოდით ერთად კარგად გაიფიქრეთ და თქვით რომ აი ტელევიზიით გამოსვლელები ვინ არიან მხარდამჭერები თქვათ ოცნების და ბიძინა ივანიშვილის და მე გაიკითხეთ ხალხში გადით და იკითხეთ მათი ავტორიტეტი კატასტროფა ქვეყანაში სადაც ნიჭი არ არის დაფასებული და წესიერება არ არის დაფასებული ინტელექტი არ არის დაფასებული წესიერება არ არის დაფასებული ენერგია ენერგიულობა გამბედაობა გამოცდილება არ არის დაფასებული
ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ხელისუფლება არ ყავს მაშინ. სხვის იმსახური ხელისუფლება თქვენ როგორადაც არ უნდა ილაპარაკოთ ეს. სხვის იმსახური ხელისუფლება. ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით მარტივრადას. საარსებო მინიმუმი არისო ქვეყანაში რაღაც 200 რაღაც პარლებში. ვეკითხებით. აი დაგვისაბუთეთ ერთი ეს რომ აი 200 ლარი და მითხარით. კი, მაგრამ 200 ლარი თუ არის საარსებო მინიმუმი. შენ რატო იღებ 20,000 ლარს? აშერმეს რატო იღებ? თუ 200 ლარია. მაგრამ ხო უნდა დამარცხო იმაში რომ 200 ლარია. ჩვენ რას ვითხოვთ და კიდევ ერთხელ გელათიდან ვითხოვთ რომ საარსებო მინიმუმის დადგენა მოხდეს იმ წესის მიხედვით როგორიც არის საერთაშორისო მასშტაბით მიღებული. საერთაშორისო მასშტაბით მიღებული როგორ არის? კალათ, საარსებო კალათ, რას ნიშნავს ეს? თვის განმავლობაში რამდენი ხორცი და ხორცის ნაწარმი უნდა მიიღოს ადამიანმა? რამდენი რძე და რძის ნაწარმი უნდა მიიღოს? რამდენი პური და პურის ნაწარმი უნდა მიიღოს? რამდენი ბოსტნეული ხილი და ასე შემდგომ ჩამოწერილია ყველაფერი, ჩასაცმელი, ტალსაცმელი, ყველაფერი და ასე შემდგომ ამერიკული ხო არის ამერიკის საარჩევნო კალათი? და ამიღოთ ჩვენ გავაკეთოთ საქართველოს საარჩევნო კალათი და მე დავადოთ ფასი ამას. თქვენ მიხვდებით რომ 3,000 კი არა 4,000 კი არა ხო? დღეს ერთ-ერთი პიროვნებამ დაწერა. არ ვიცი ახლა მე მაინც გონია რომ სარკაზმით ალბათ რომ მე ვაგერო 250 ლარით ნაკლები მიჯდებაო, Facebook-ზე გამოიტანა ეს 250 ლარით ნაკლები, ერთ-ერთ იმაში დავდივარო, ესე იგი სავაჭრო რომელიღაც ფირმაში დადის და 250 ლარით ნაკლები მიჯდება კვების პროდუქტები. და ნუ ქვემოთ ვიღაცამ სერიოზულად მიიღოს და 1000 რაღაც ისინი წავიდა ქვემოდან. და მე ვამბობ ამ იმას რომ უნდა წაიგითხოთ კომენტარები როგორ არის. ერთი პოზიტიური კომენტარი არ არის, შეირყა ქვეყანა. იმის შემდგომ რაც გამოცხადდა რომ ფასები დაწიეთო, ფასები გაიზარდა. მე გითხარით რომ 31 წამალი ლარი რო გირდა მარეგულირებელი წლების 37 ლარი ის. და რომ კითხეს რომ მივიდა მეგობარი და ეკითხა როგორ აი აგერ არის თქვა იმის წინ პარლამენტის გვერდით და ეს საფთიათი. და რომ უთხრესი 8 იანვარს გადაფასდა 31 ღირდა და 27 და 30 თეთრ ეხლა. რომელ პროდუქციას შემცირდა? ეხლა ვინმე ეკითხავს ასე უცბად ვერ შემცირდება ბატონებო. ესე იგი პროდუქციის ფასს აყალიბებს ბაზარი. ბაზარი აყალიბებს იმ შემთხვევაში, სადაც არის კონკურენცია. საქართველოში არ არის კონკურენცია. კონკურენცია ვერ იქნება იმ ქვეყანაში, სადაც არის ორი უბედურება. კორუფცია და ნეპოტიზმი. საქართველო არის კორუფციით სავსე და ნეპოტიზმით სავსე. რომ მოდის პროდუქტი კახეთიდან, ვისაც მოაქვს ეს ბაზარზე, ვისაც შეაქვს, აბერტი გაბედოს ვინმე. მაგერა და გეუბნებიან ქუჩაში მათხოვრები როზიან, იქაც სხვა ვინმე ვერ დაუჯდება გვერდით, ისიც კი ვიღაცას იმაზე აქვს, ის ადგილიც კი იყიდება. დღეს არ მინდა ერთი წმინდა ადგილი მეგონა იყო საქართველოში და მითხრეს რომ $500 გადაიხადა და ვისაც გინდა იმას შეგახვედრეთ. არ მინდა ხა ის გითხრათ ვისაც ეხება ეს ყველაფერი იმ ორგანიზაციაშიო და ესენი არაფერი არ იციან თურმე ამ ხალხმა გაიგო ქუჩაში. და ორგანოები ვერ იგებენ ვერაფერს. რო რა არის როგორ არის თურმე მილიონები სახში უწყვიათ. იპარავენ, ფურდობენ, ჯიბგირობენ. 1000 ნეოფაშისტური ორგანიზაციები შექმნილია. დაიცალა ქვეყანა, ვერაფერი ვერ გაუგიათ. აბა ნიკავთ, აბა ვინ არის ამ ქვეყანაში? აბსოლუტურად არაფერი ბატონებო, ვიდრე მართვის სისტემა არ შეიცვლება ქვეყანაში და ვიდრე არ იქნება რა პირველი კონკურენცია. ფასს აყალიბებს არახელისუფლება, ფასს აყალიბებს კონკურენტული გარემო. კონკურენტულ გარემოს ქმნის ხელისუფლება. ხელისუფლება არ აშენებს სახლს, არ აშენებს სასტუმროს, არ ხურავს სახლს და არ ღებავს კიდე იმას ტროტუარს ბორდიურებს და იმას. ხელისუფლების მთავარი ფუნქცია არის კონკურენტული გარემო შექმნას. იქ სადაც არის კონკურენცია, ყველაფერი ფასი არის მიახლოებული ერთმანეთთან. ეს არაფერი, ფასი არის რეალურთან მიახლოებული. აი თუნდაც აგერ ნახეთ ტაქსებთან დაკავშირებული ხო აქაც გადაჭარბებულია, მაგრამ ხო ნახეთ ან თუნდაც ტელეფონები, როგორი იყო ტელეფონები 28 თეთრი იყო ერთი შეიცვალა რამე, მაშინ უფრო იაფი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ იმის გამო რომ სახელმწიფოში ნაციონალების დროს ნაციონალებს ეჭირათ ეს ტელევიზიის ტელეკომუნიკაციები ხელში, ამიტომ ფულს იგებდნენ ამაზე და გაიხსენეთ რა ღირდა, წუთი ღირდა 28 თეთრი. საქართველოში დღეს უფრო ძვირია ინტერნეტი, ტელეფონი, ვიდრე რუსეთში, ვიდრე უკრაინაში. აღარ ვლაპარაკობ კვების პროდუქტებზე, რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან კონკურენციის ნატამალი არ არის, ნატამალიც რო იყო შეიძლება ფასები განახევდეს. და ხელისუფლება ქმნის კომისიას. კომისია რატ უნდა ამას? ამას უნდა კონკურენტული გარემო შექმნა, კანონი. კანონი და მისი შესრულება შემდგომ. არ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან ეს რას ნიშნავს, რას ბაზარი, ან კიდე ეს კონკურენტული გარემო არაფერი არ იციან. და სამშაბათ შევეცდები ბატონებო თქვენ ჩემს საავტორო გადაცემაში გაჩვენოთ, ვინც მაგრიტიკებთ იმაზე, რომ არ უთქვამს, არსად არ უთქვამს ორი რამო. მე ხშირად გამოიყენე ეს. გამოიყენე არა იმის მიხედვით, არამედ როცა გაქვს ასეთი რამ ნათქვამი, რომ არაბულ ქალაქს, ორი არაბული ქალაქი აშენდება საქართველოში. ვინ ამბობს ამას? პრემიერ-მინისტრი. სამშაბათს ჩემს გადაცემაში გაჩვენებთ ამას, რომ პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს ამას. პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს, რომ ეროვნულობა ეს ცოტა ფაქი ფრთხილი რამე არისო, აი რამეში რო ჩამწეროთო. კონსტიტუციის მიღების დროს დღეს გამოდის და თავარ დამცველად რატომ? დღეს ჭირდება. ამ ეს არის ურაპატრიოტიზმი. მაშინ ულტრალიბერალი იყო. დღეს ურაპატრიოტი გახდა. ეს მარტო ერთი კი არა, ასეა ყველა. ხა ერთ დღეს როცა ჭირდებათ ურაპატრიოტები არიან, როცა ჭირდებათ ულტრალიბერალები არიან. არა ბატონებო. ასე ქვეყანა ვერ წავა წინ. აი ამიტომ არის შესაძლებელი მართვის სისტემა. აი ამიტომ როცა ვლაპარაკობ ჩვენ იმაზე რომ აი დღეს აზროვნების სიძნელე არის როდესაც ყველა წინააღმდეგ ვიბრძვით. დალაგებულია იმ ქვეყანაში ყველაფერი, სადაც საკუთარ თავზე გამარჯვებისთვის იბრძვის ადამიანი და გარემო ამისთვის შექმნილი, რომ საკუთარ თავში გაღრმავდე და საკუთარ თავზე გაიმარჯვო. არა სხვაზე, არამედ საკუთარ თავზე. სხვაზე გამარჯვება არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ველურები იმარჯვებენ სხვაზე, საკუთარ თავზე ინტელიგენტები იმარჯვებენ, განათლებული ადამიანები. საკუთარ თავთან ბრძოლა მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ, მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ. და საკუთარ თავზე გამარჯვებული არის ქვეყნის სიმდიდრე. ქვეყნის სიმდიდრე. და აი როდესაც ეს არ არის ამ ქვეყანაში, როდესაც ყველას წინააღმდეგ ვართ, როდესაც ერთმანეთს ვებრძვით, ყველას პირველობა გვინდა, როდესაც თქვათ, აი აგერ ქუჩაში 1000 პარტია ჩამოყალიბდა კიდე. ქუჩის პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ბატონებო. მაგრამ ქუჩის პოლიტიკას ასრულებს არა ქუჩაში გამოსული ხალხი, არამედ ქუჩის პოლიტიკას ასრულებს ხელისუფლება და რით ასრულებს, როდესაც ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა იქნება, როცა კონკურენტული გარემო იქნება ქვეყანაში, როცა დაცული იქნება ადამიანი. აბსოლუტურად არავითარი ფუნქცია მთავარი რაც აქვს სახელმწიფოს არ ასრულებს და კაბინეტებში უნდა ჯდომა. ჩვენ გელათში დავადასტურებთ პატრიარქის გამონათქვამს და არ მინდა რომ თვითონ ეკლესიაში დაივიწყონეს, რომ არც პრეზიდენტს, არც მეფეს, არც პატრიარქს და არავის საერთოდ ხელისუფალს კი არა, ნების არავის არ აქვს უფლება გაკიდოს მიწა. ჩვენ დავადასტურებთ იმას, რომ არის ეროვნული სიმდიდრე. ეროვნული სიმდიდრე ქვია მარგანეცს. ეროვნული სიმდიდრე ქვია შავი ზღვის ჩვენს ნაწილს. ეროვნული სიმდიდრე ქვია ჩვენს თხეებს. ეროვნული სიმდიდრე ქვია მიწაში რაც გვაქვს ოქროს და ძალიან ბევრ რამეს. ეროვნული სიმდიდრიდან შემოსავლით უნდა მდიდრდებოდეს არა ერთი და ორი, არამედ როგორც არის მიღებული ეს ყველა ქვეყანაში, ნახეთ რა ქნა ტრამპმა, დიდი შემოსავლები რომ მიიღო, ანაწილებს ხალხსა და ურიგებს ამერიკელებს.
ეს ვიღაცას გონია ამერიკელი, აი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არის ესე იგი რესპუბლიკელი და არის კონსერვატორი. ამ დიდ ფულ შემოსავლებს, რომელიც მიიღეს ან ბევრი რამისგან ხალხში არ იგებენ. ჩვენთან მთელი მარგანეცის ვებერთელა სიმდიდრით სარგებლობს 4 კაცი, 5 კაცი, ოქროთი 4 კაცი, 5 კაცი, პორტებით 4 კაცი, 5 კაცი, აეროპორტებით 4 კაცი, 5 კაცი. და ამათი გახდა ეს ქვეყანა. ამას ყველაფერს, აი ამიტომ აქვს ძალიან დიდი ძალა. მე მესმის ახლა ბევრი ჩვენთანაც ამბობენ და გარედან ვინ მოგისმენს, ხაი მიიღეთ გელაჩი. ჩვენ უნდა შევძდოთ მე რომ ეს ყველაფერი მივიღოთ, ყველა ოჯახში უნდა შევიდეს, ეს ჩვენი ისა, ყველა ოჯახს უნდა ქონდეს საშუალება რომ გამოთქვას მერე თავისი მოსაზრებები რაღაც პლებისციტი და იმის მსგავსად უნდა გავაკეთოთ და სირცხვილია ეს მე მიხარია გუშინწინ იმ ახალგაზრდებმა ზოგი პოეტი იყო ზოგი ვიღაც თქვეს რომ ჩვენ არაფრით არ დაუშვებთ რომ არაბებმა ქალაქები ააშენონ ხო გუშინ იყო გვარების წარმომადგენელთა შეკრება იქ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა რომ თქვა იმ დამსახურების თაობაზე და ვარ მე ბედნიერი რომ მომეცა საშუალება თავის დროზე 18 ქვეყანაში მცხოვრები ბაგრატიონები 95 წელში შეგვეკრიბა ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი ესე იგი აღვემართა ამ ორივე ძეგლის აღმართვასთან მაინც ქუთაისი და ჩვენ ვართ დაკავშირებული იმიტომ რომ როდესაც გამოცხადდა 92 წელში რომ ეროვნული შერიგების დღე ყოფილიყო მაშინ მე სახელმწიფო საბჭოს წევრმა მივმართე სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელებს და უთხარი რომ აი ორი ძეგლია ერთი ელგუჯა ამაშუკელის ესე იგი სახელოსნოში და მეორე მერაბ ბერძენიშვილის დავით აღმაშენებლის და დავით აღმაშენებლის აი ძეგლები და მისაღამოს იმ რო დამთავრდა ეს ღონისძიება ესე იგი იმ მაშინ იყო ივერია სასტუმრო ივერია წინ იმ მოედანზე მივედით ამ სახელით და გადაწყდა რომ აღმართული იყო ეს ძეგლები ორთავე ვარ ბედნიერი რომ სამეფო სასახლე ბაგრატონთა გვარს გადავეცი მე წაართვეს მე რო წამოვედი იქიდან და ძალიან მინდა ვიფიქრო ის რომ აი ამერიკამ შეძლო რომ ვაშინგტონი ქვია ქალაქს ვაშინგტონი ვინ იყო ვაშინგტონი 300 წლის ამერიკის ის ერთ-ერთი კონსტიტუციის ფუძემდებელი იყო და პრეზიდენტი პირველი 9 საუკუნე ბაგრატონთა გვარი მეფობდა და მსოფლიოში აღიარებულია რომ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული გვარი იყო არაბულ ქალაქებს ვაშენებთ და ქალაქი ბაგრატიონი არ აქვს არ ვიცი მე მაინც მგონია რომ ჩვენ კიდე ერთხელ თუ მიიღებენ ჩვენი კოლეგები იმის თაობაზეც უნდა ვთქვათ რომ ვერ აღჩავატარეთ ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იუნესკოს ეგიდით შოთა რუსთაველის 850 წლისთავი სამარცხვინოა რომ ვერ ჩატარდა დიდგორის 900 წლისთავი ისე როგორც წესი და რიგია ვერ ჩატარდა დავით აღმაშენებლის 950 წლისთავი ისე როგორც წესი და რიგია იქნებ როგორმე მოვიფიქროთ და ეს სოფლიოს თვის უნდა გახდეს აი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულების აღნიშვნა იმიტომ რომ ამერიკელების მიერ ჩატარებული 46000 ინტელექტუალი გამოკითხეს სოფლიოში და ყველა დროის ყველაზე საუკეთესო პოეტად აღიარებული არის შოთა რუსთაველი ამერიკელების მიერ ჩატარებული გამოკვლევით 46000 ინტელექტუალი თემ სოფლიოს მასშტაბით ამბობს რომ შოთა რუსთაველი არის ყველა დროის ყველაზე საუკეთესო პოეტი ვინ არის მეორე ვაჟა-ფშაველი დოსტოევსკი და სხვები მოდიან მეოთხე მესამე არც მიწეს არ არის ჩვენ ესეც ვერ აღნიშნეთ მეფე ვყავდა რომელმაც ევროპა გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა დასავლური ცივილიზაცია გადაარჩინა დიდგორის ომით ვერ აღნიშნეთ თურქებს არ ეწყინოთ და 12 აგვისტოს სამარცხვინო 12 აგვისტოს ანუ დიდგორის გამარჯვების დღეს საქართველოს პრეზიდენტი იყო თურქეთში თურქეთის პრეზიდენტთან დიდგორზე უნდა ყოფილიყო და იყო თურქეთში თურქეთის პრეზიდენტთან და ის ჭკუას ასწავლიდა თითით ელაპარაკებოდა რომ დააბრუნეთ ესენი უკანო და რაღაც ძალიან ბევრი ვინმე ნოიცით რაზეც იყო ლაპარაკი
პასუხიც ვერ გაცა. არა ბატონო. ეს არ არის საქართველო. ვისაც წამს, ვისაც ესმის რა არის საქართველო და მისი მომავალი, ჩვენ ყველანი შევეცდებით, რომ ვიყოთ 8 თებერვალს გელათში და მივიღოთ ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინაც კიდევ ერთხელ თუ რაიმეა შესაძლებელი და მივიღოთ პრაგმატული დოკუმენტი. პრაგმატული, რომელიც ყველა ოჯახში რომ დავარიგოთ, რომ ყველა ოჯახმა მიცე შეფასება, რომ რას ითხოვენ მეცნიერები და რას ითხოვს მეცნიერთა კონგრესი და რა არის ქვეყნის მომავალი და რასთანაა დაკავშირებული. ეს არის ჩვენი პოზიცია. ნათლისღება რამდენიმე დღეში მინდა მოგილოცოთ წინასწარ, დიდი დღეები გავიარეთ. ახალი წელი შობა, ახალი წელი ქართველი კაცისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებულია. ჩვენ ძალიან პატივისცემით ამ განწყობით ვართ და ეს 19 რიცხვიც ნათლისღების დღე ეს განსაკუთრებულია. მე მაინც მინდა ვიფიქრო, რომ 8 თებერვალიც აი ესე გამორჩეული იქნება ეროვნული შემოძახილი გელათიდან. ეროვნული შემოძახილი გელათში დიდი ტაძარი, ღვთისმშობლის ტაძარი არ აღევლინება წირვალოცვები, მაგრამ გელათს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში დარწმუნებული ვარ ტრადიციულად, როგორც ეს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 10 წლეულებია უკვე ტარდება, ყოველთვის 8 თებერვალს, ეხლა შედგება 10 სიცივე შეგვაშინებს, ვიქნებით გელათში და გელათიდან დიდი ეროვნული შემოძახილის გაკეთება. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ, გამარჯვებით ვიყოთ. დიდი მადლობა.